ჯერ იმ პარტიის ოფისებს მივაკითხეთ, რომელთა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა უკვე ოფიციალურადაა ცნობილი. თავისუფალი დემოკრატებიდან კენჭს ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილი იყრის. საზოგადოებას ის პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. წარდგენა ჭიათურაში არ მომხდარა. თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე შიდა პარტიული საქმიანობით არიან დაკავებული. ამ ეტაპზე ნამდვილად არა ვარ ჯერ აქტიური საარჩევნო კამპანიაში ჩართულები, თუმცა ზონების მიხედვით დავყავით ჯერჯერობით ჭიათურის რაიონი და ვარჩევთ კოორდინატორებს და ზონის კოორდინატორებს და ქვეკოორდინატორებს. და საერთოდ ვაპირებთ შემდეგ ჩვენ ყრილობას დაგეგმილი აქვს ჩვენს პარტიას ყრილობის ჩატარება 16 ივლისს და 16 ივლისიდან ალბათ გავაქტიურდებით და მოსახლეობაშიც გავალთ თავისთავად ცხადია მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად. იგივე დაგვიდასტურა სატელეფონო საუბარში პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა თემურ გაფრინდაშვილმა და აღნიშნა, რომ აქტიურ საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან 16 ივლისს დაგეგმილი პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ დაიწყებს. პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ჯერ მხოლოდ ოფისში მუშაობს. დავით წერეთელი ამ ეტაპზე ინტერვიუს მოცემისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მათი საარჩევნო საქმიანობა საჯარო და აქტიური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელების შემდეგ გახდება. ყველაზე აქტიური ამ დროისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. პარტიის ლიდერმა ჭიათურაში ჯერ საპარლამენტო კანდიდატი წარადგინა, შემდეგ კი მხარდამჭერებს პარტიის სამოქმედო გეგმა ეკონომიკისა და დასაქმების პროგრამა გააცნო. გავდივარ მოსახლეობაში, დავდივარ სოფლებში, ხვდები მოსახლეობას. განწყობა ის, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე არის სხვაგვარი შეცვლილია ძალიან, უბრალოდ და იმედი ერთადერთი რაც დარჩათ კიდე მოსახლეობას, სადაც მე ვსაუბრობ მოსახლეობას არის ის, რომ თუ რაიმეს გააკეთებენ, ესენი არიან გამოცდილი ხალხი, განათლებული პიროვნებები, პროფესიონალები, ისევ თუ თავიანთ შეცდომებზე ისწავლიან და ჩვენ გვერდით დაუდგებით და თვითონაც იზრუნებენ მოსახლეობაზე, ერთადერთი პარტია არის, რომელსაც შეიძლება გაყვეს ისევე მოსახლეობა. ეხლა ამ მდგომარეობით დღესაც ხდება მოსახლეობაში, სადაც მე ვარ ნამყოფი, რა თქმა უნდა. უახლოეს მომავალში აპირებს კანდიდატურის დასახელებას ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რის შემდეგაც პარტია აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს. განაცხადა მოქალაქეთა გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ჭიათურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა. მრეწველების ოფისში მხოლოდ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ნევილი ნოზაძეც სხვა კონკურენტი პარტიების მსგავსად ადასტურებს, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყიათ და ჯერჯერობით პარტიაში მხარდამჭერთა გაწევრიანებით არიან დაკავებული. ამ ეტაპზე რამდენი წევრი გყავთ? ამ ეტაპზე გყავს 600 წევრია. იმისთვის რომ თქვენ პარტიაში მოვიდნენ და გაწევრიანდნენ, ამისთვის რა სამუშაოებს ატარებთ? ამისთვის დავდივართ მოსახლეობაში სოფელში ყველგან და მეუბნებით მოსახლეობას, რომ გაწევრიანდნენ ჩვენ პარტიაში და დაგვიჭირო მხარე. რატო? რატომ ჩვენი პარტია არის პროფესიული და ვაგეთებთ იმას, რომ ჩვენ მაგას ჯერად ჩამოყალიბებული პროფესიონალს ყველანაირად არ ვიცნობენ. ეს ადამიანები, რომლებიც ამ პარტიაში გაწევრიანებული არიან ქართული და არიან მრეწველები, რომელიც ესე იგი მსახურებიან მრეწველობას და სლოგანიც ისეთი არის, რომ მრეწველობა გადაარჩეს საქართველოს, ეს მართლაც ასე არის. მრეწველობა არ იყო საქართველოში, საქართველოს ისე ვერ იარსებებს და არ გადარჩება. პატრიოტთა ალიანსის შემდეგი პარტია იყო, რომელსაც ოფისში ვეწვიეთ. ოფისის ხელმძღვანელმა გოჩა ბარელაძემ დაგვიდასტურა, რომ ამ ეტაპზე შიდა პარტიული საქმიანობაა პრიორიტეტული და არსებული გამოწვევების შესაბამისად მუშაობენ. ჩვენ ნელ-ნელა ვიკრებთ ძალას, ახლა მხარდამჭერები მოდიან ჩვენთან, წევრიანდება ბევრი საკმაოდ ბევრი პიროვნება. გავდივართ სოფლებში, დავდივართ თქვა ვეძებთ ჩვენ მხარდამჭერებს. ინფორმაციის ცოტა ისეთი ნაკლებობა არის რაღაც მხრიდან და მაგით. ნუ აქ ჩვეულებრივად ტიპიური პარტიული სამუშაო როგორც არის, ესეთი მდგომარეობაში ვართ რა თითქმის რა. ნელ-ნელა ვიკრებთ ძალებს და ოღონდ ერთი რამეა, ნიჰილიზმია ხალხში საკმაოდ. უბრალოდ რომ მიდიხარ ადამიანთან, ახლა მე რა ვთქვა ჩვენ პარტიაზე და უფრო ჩვენ პარტიაზე და ეს ნებისმიერი პარტია ამას იტყვის, ნებისმიერი იტყვის ამას,
რომ ჯერ რომ მიდიხარ ადამიანთან, ხო, გიჭის საუბარი იმაზე თქვათ, რომ აი გაესაუბრო შენ პარტიულ თქვათ არ აინტერესებს, ბევრს არ აინტერესებს დაუხრათ, მაგრამ ჩვენ ახლა ერთი პლუსი ის გვაქვს, რომ ჩვენ ყოფილი პარტია არა ვართ და ასე თუ ისე აგრესია ჩვენ დამე არ არის. ეს არის რა პირველ რიგში. ამით ნამდვილად ვიკრიბ სალვეშოულებრივს მუშაობთ და გვაქვს იმედები რაღაც. მოკლედ რო გითხრათ რა. ჯერჯერობით არასახელებენ მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობას, თუმცა ასეთი უკვე ჰყავთ. თუ მოიაზრება მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ჭიათურაში თქვენი პარტიიდან? აუცილებლად, ოღონდ ჯერ შიგა სამზარეულოში არის ეს მოაზრებული და მალე დავასახელებთ, ალბათ. მალე დავასახელებთ, ახლა ზეკაცი იქნება. პრიად საშუალებელი კანდიდატი იქნება მეგონი ყველასთვის. ერთ-ერთი რამე უნდა დავამატოთ, რომ უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, ნიჰილიზმია დაუშვათ ადამიანებში, რაღაცების გამო ეს გასაგებიც არის, ხო? მე ყველას მოვუწევ, რომ მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მიცემ თავიანთ რჩეულს. ამ დროისთვის საარჩევნო პროცესებში არ ჩაბმულა ბურჯანაძე დემოკრატები. როგორც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ტატიშულმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ამ ეტაპზე პარტიის ოფისის კეთილმოწყობა მიმდინარეობს და პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას. იგივე პასუხი მივიღეთ ეროვნული ფორუმისგან, რაც შეეხება მათი მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობას, იმის შესახებ, რომ კენჭისყრას ჭიათურაში აპირებს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში პირადად განაცხადა პარლამენტარმა ანი მიროტაძემ. პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ადგილზე მანუჩარ სარალიძეა, რომელმაც ასევე დაგვიდასტურა, რომ პარტია უახლოეს დღეებში აპირებს დაიწყოს საარჩევნო კამპანია. აქტიურ საარჩევნო კამპანიას პრაიმერის შემდეგ დაიწყებს ჭიათურაში პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო. მას შემდეგ, რაც პრაიმერის შედეგების მიხედვით გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი. ახალი საქართველო ამ მომრჩეველს საკუთარ ხედვებს გააცნობს. ვაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმას, ვაცნობთ, რომ ძირითადი ჩვენი ამოცანა არის, რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა თაობა გაერთიანდეს და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. სავარაუდოდ პრაიმერი ჩატარდება 13 რიცხვში, ამის შემდეგ უკვე შეირჩევა კანდიდატი და მოხდება მისი წარდგენა. და ფაქტიურად უკვე დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრებს დავიწყებთ, რომ გავაცნოთ ჩვენი კანდიდატი და გავაცნოთ ასევე ჩვენი არა მარტო სამოქმედო გეგმა, არამედ ჩვენი პარტიის ზოგადად ხედვები. სხვა პარტიების მსგავსად, შიდა პარტიული საქმიანობითაა დაკავებული რესპუბლიკური პარტია, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ივლისის შუა რიცხვებში აქვთ დაგეგმილი. რაც შეეხება ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას, რა თქმა უნდა, ჯერ ოფიციალური წარდგენა ჩვენ არ გაგვიკეთებია, მაგრამ ალბათ დიდი ალბათობით ეს იქნება მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი მალხაზ წერეთელი. და უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოყალიბდებით კანდიდატზე და საზოგადოებისთვის ეს წარდგენა მოხდება და ყველასთვის ცნობილი გახდება ჩვენი მხრიდან მაჟორიტარი კანდიდატი ვინ იქნება. ამ ეტაპზე კი პარტია შიდა პარტიული და საორგანიზაციო საკითხებითაა დაკავებული. რადგან საარჩევნო კამპანია არ არის აქტიურ ფაზაში შესული, ჩვენ ძირითადად ამ პერიოდში ეს არის შტაბის ფორმირების საკითხები, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კანდიდატურების შერჩევა და ძირითადად ჩვენ ამ თემებით ვართ დაკავებული, რომ რადგან როდესაც საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა, ჩვენი სტრუქტურებით, ჩვენი შტაბით, აქტივისტებით და ასეთ კოორდინატორებით უკვე შეუდგებით აქტიურ მუშაობას წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ასეთი ვითარებაა ჭიათურაში საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 1 თვის თავზე. პარტიათა უმრავლესობა ჯერ აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ არის.